ახლა ეს ყველა უნდა იცოდეს, მოვედით კიდევ აი ასეთ ოჯახში, სადაც მირონი გამოძდეს ხატებს და ამ ყველაფერზე გაგვესაუბრებიან და ბევრმა არ იცის და ბევრს კიდევ რაღაც აწუხებს დაავადებები 1000 რამ და მე როგორც გალბატონმა liam გამომცა აი ამ მირონს ვინც კი მოიხმარს ხო ბევრი ინკურნება მთავარი არ წმენით და სიყვარულით მიუდგეს აი ამ ყველაფერს და სხვათა შორის აი კედლებზეც როგორ არის აგიო გადაიხე შენ მაგი ყველაფერი და არჩეს ქალბატონი გვეთქვის რა საერთოდ და როგორ ხატები Quando scuola il vessuto, andata. რამდენი ხანია რაც ეს ყველაფერი მოხდა და კარგი ხდება. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით პირადად ჩემთან ოჯახში. მე სტუმრად ვიცი რომ ყველა ადამიანი თქვენთან კარგი ქრისტიანია, ემსახურებით ტაძარს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მოგწადით. არანაირი აქ სასწაული არ არის რომ ერთ დღეს მოხდა ესეთი რაღაცა. მე 1 წელი ამ სახლში ვიმყოფები, ხა თქვენ სადაც ხართ. ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც ყოველი ადამიანი, ცოდვილი, რა თქვა უნდა. დავივარ ეკლესიაში და მაზიარებელი ვარ უკვე 30 წელია. 3 წლის ასაკში ვიყავ პირველად რომ მეზიარე და მის მერე ამას ვაგრძელებ. ყოველთვის ვცნობდი და ეხლაც ვიცი რომ ოფალი ჩვენთან არის და ჩემს გვერდზე იყო. ყოველთვის მქონდა იმის განცდა რომ რაღაცა უნდა მოხდარიყო ჩემ ცხოვრებაში და მართალი გითხრათ უკვე ასაკი და ასაკი რომ მომატებოდა მეკვირდა რომ რა უნდა იყოს ახლა ჩემ ცხოვრებაში ისეთი რომ მე რაღაცა გამიკვირდეს. აქ იმყოფება ჩემი ახლობელი, იცი ძალიან კარგად ჩვენი ოჯახი და მე მომდინო არაფერი ხო ისეთი რომ რაღაცა ყოფილიყო. მოხდა ესეთი სასწაული 1 წელია რაც ამ სახლში გადმოვედით და ერთ დღეს ეს იყო ღამე 20 სექტემბერი, მე და ჩემი მეგობარი ვიჯახით დახეთო საკუთარი სახლია ეზოში და უცებ მოხდა ესეთი რაღაცა. სადღაც უკვე 12 საათი იქნებოდა და ცაზე გამოჩნდა ნათება. ცაზე ნათება რო გამოჩნდა, ხა კი ავიხედე და არც მივაქცია ყურადღება, იმიტომ რომ გვერდით, ჩემს გვერდზე ქუჩაზე ცხოვრობს ზურაბ შევანდაძე, გარდენიები, კეცოდინებათ, მოიხსენებათ ყველას და კი, ზურასთან ხშირად არის ხოლმე ღონისძიებები და ყოველთვის არის ხოლმე მუსიკის ხმა, ეს პროჟექტორების ნათება და ვიფიქრე, ალბათ ამ კონცერტია მეთქი და ეს პროჟექტორებიც არის ეგიდან მეთქი, მაგრამ ისეთი სიჩუმე იყო, ისეთი სიწყნარე იყო იმ გამეს, რომ მართლა ოდნავ დავეჭვი კიდევაც და ეს ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ისო რა ქვია, მე მგონიო მოგვაკითხესო, უცხოპლანეტელები არიანო და აი იყო ბურთის ხელა. თან აი ოდნავ მოძრაობდა, ისე კი არა გასულიყო, გამოსულიყო, დავიძახეს სახლისკენ. მოთხარით გამოდით იქნება მეჩვენება რა ხდება მეთქი ჩვენი სახლის თავზე, თქო ჩემი შვილიშვილის პატარა 9 წლის ადრე გამოვიდა და მეგობრებს ელაპარაკებოდნენ და აქვე ცხოვრობენ მახათის მთაზე ისინი და ბიჭო ჩემ თავზეო ნახო რა ხელა ნათებაო და ბავშვებად დასტური უთხეს და აირაკეს ეს ნათება. არანაირი არაფერი შემოვედით სახლში, ეს გაქრა გადავიდა. ხა მართალი გითხრათ, კი რაღაცა ის
გამიგია ხოლმე რომ აი ათებაო რაღაცა ის მაგრამ არ მივაქციე არ ჩავარდი ხილში არ მივაქციე იმდენად ყურადღება შემოვედი სახლში და სანგაც უკვე ესე 2 საათი იყო დაწყებული და გამოვდივარ აქეთ ამ ოთახს სადაც ხატებია დამზადებული და ვიგრძედი სურნელი და სურნელი იყო ისეთი რომ აი რომ წაგახარებს ადამიანს ჯერ ვიფიქრე რომ თან დავიხედე და ვხედავ არის დაქცეული ზეთი ვიფიქრე ალბათ კანდელი გადმოვარდა მეთქი ხატებთან ყოველთვის ხა ყველა ქრისტიანის ოჯახში ართია ხოლმე ხარ მაგრამ ვიცი და სურნელმა დამაეჭვა ძალიან და მოვიხედე ხედავ აი ღვთისმშობლის ხატი ხა თქვენ დახეთ ეს არის მე-16 საუკუნის იმერეთის ვარძია ხატი რომელიც არის მე-9 თაობაზე გადმობეცა მე ეს ხატი საჩუქრად ბამბულისგან ანალოგი არ ყავს ამ ხატს და არის არ ვიცი მოკლედ ამ ხატიდან მოდიოდა თან როგორი მოდიოდა იცით პიროდი თბილი აი თბილს ხელსო მოკიდებდი თბილი მწუჩუბე ჩემამაოსთან დავრეკე იქნებოდა ღამის თვითონაც შეეში და ხომშვიდობა გავხდა და უთხარი ესე მამაო ესე ხდება სასწაული ჩემ ოჯახში და რა ვქნა რა მოვიქმედო თქო პირველი სიტყვა იყო ის რომ სასწრაფო ბამბები შეუყუდეთ თუ აქო სურნელი რა თქმა უნდა მქონდა ეს იატაკზე დაღვრილი ნუ ხა იმდენი მამა ნამდვილად არ მოგვეპოვებოდა ოჯახში და ძველი ვაფლის პირსახოცები რო არის ისინი მოვიხმარეთ რაღაცა ნუ 2 ლიტრა მირონი ავიღეთ იატაკიდან და იმ ხატთან მაგიდაზე რასაც ხედავთ და ესენი თქვენ წარმოიდგინეთ ჩვარიც კი არ გაისვა რა ისეთი ხოდაბლად აქცეულის თეთრი პირსახოცები იყო 2 ლიტრი მირონი ჩამოვწურეთ მის მერე გავიდა რამოდენიმე დღე და 27-ში ზუსტად ჯვართან მაღლებაზე მე გითხარით რომ რეკეზე ევროტას მრევლი ვარ ტაძრის უკვე მრავალი წელია მამა გიორგი ყიფშიძე შემოძღვარია მისი მეუღლე ქალბატონი მადონა ლანჩავა ხატწერია და მადონას დაჩუქარი ჯვარია იქ მარგალიტები შემყოფილი ჩემი შვილი მაშინ აბიტურიენტი იყო და აჩუქა 27 სექტემბერს ჯვართან მაღლება დღეს იბრძანა და ჯვარმა იწყო მირონის დედა შემდეგ დაიწყო სხვადასხვა ხატება წმინდა ნიკოლოზმა მოლონელის სიხარული ღვთისმშობლის ივერის ღვთისმშობელი პეტრე პავლე რა ვიცი ხა რაც ხატები აქვს დამზადებული სამების ხატი და თქვენ წარმოიდგინეთ ხო ამ 13 ხატს ახლა მირონდა 13 ხატს აქვს სხვადასხვა სურნელი აი ერთიანი სურნელი არ აქვს ხატებს და ეს მოდის ძალიან დიდი რაოდენობით და არის გაძლიერებული როდის იცით აი მაგალითად მოვიდა ხალხი ხო უნდათ მოლოცვა აი აქ როცა წაიკითხება დაუჯდომელი ლოცვა და მხურვალეთ ლოცულობენ და არის სარკვეველი და რა ვიცი გალობა და ყველაფერი აი მაშინ მოდის ძალიან დიდი რაოდენობა და დაკვირვებული ვარ და ერთი კვირის უკან ქალბატონი იყო ექიმი ქალბატონია ის და მოდრეკილი ლოცულობდა თაცინანულის წლები მოდიოდა რაღაცა პრობლემა ჰქონდა არ მახსოვს და რო დაიწყო ლოცვა აი ღვთისმშობლის ხატმა გადმოასხა მერონი თვითონ გაუკვირდა თვითონ სასწაულის ბატონო სანუგეშოთ რა თქმა უნდა დიდება უფალს და ნუ ეს საყვირო თვითონ გაოცებული დარჩა ასეთი ხედავთ თქვენ აქ რომ ხატებთან არის ბამბები შედებული იმიტომ რომ მირონს ამითი მოვიყვანთ თუ არ დაიქცეს თან ისეთი ის არის რომ ეცდებს სუნდობთ ვერაფერს და ბამბებზე იჟღითება და შემდეგ ამას ყოველ საღამოთი წურავთ კი ეს მირონი მე არანაირი გაზავება არ არის აქ მირონის არის სუფთა 13 ხატის ნაწური რომელიც არის სამკურნებლად სულისა და ხორცისა აქ 5000-მდე ადამიანი იყო მოსული 10 ქვეყანაში გაიგზავნა ეს მირონი და 10-ვე ქვეყნიდან დადებითი პასუხი აქ არის სიმსივნური აქ არის შეზღუდული აი ვერ დადის რაღაცა ბავშვებში აი ბავშვებში არის ძალიან მეტყველება რომ არ აქვთ აუტისტი ბავშვები შემიძლია ვთქვა ეს
ძალიან ბევრი დაავადება რა ყოფილა სხვადასხვა დაავადებებისის და მე არ მახსოვსო რომელიმე ადამიანს ეთქვასო ანა გავიკურდე არაკაცა ჩემი დიდი სურვილი ეს არის მე ამ ხატებთან დაკავშირებით ეს დღესდღეობითაც გრძელდება რა თქმა უნდა ხა დააინტერესებთ ადამიანებს რა გარემოში დავწივარ და ამასაც აღიხსნით ხატების შემდეგ, ესე იგი 4-5 დღის შემდეგ დაიწყო ჯვარმა გამოსახვა. რა თქმა უნდა, ხატებსობი როდი წავიდა, მაშინვე მამაოს მოვიყვანე და სახლი ვაკურთხებინეთ. ჯვარი გამოისახა, პირველი ჯვარი რო გამოისახა, მამაოს დაურეკე და მითხრა უფლის გზა შეუცნობადია, ეს ყველა ვიცით. და არ გაგიკურდეს და არ შეგეშიდეს. ამას მოყვა მე კიდე ჯვრები თელ სახლში, შვიდმე ოთახშია ეს რაც ხდება. და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ჯვრებსაც რაც არის გამოსახული, რომ ისახება სდის მირონი. პირველი ჯვარია ვერცხლისფერი, გამწყინებული ჯვარია, მე ანახეთ მაყურებელს და ამ ჯვარს აქვს ძალიან დიდი ძალა. ეს არის ის ძალა, რომელიც არიან უძრუნველობაში მყოფი არიან და ის სამსახურის პრობლემა განცდა, რა ვიცი, არ ვიცი, ყველანაირი ადამიანი მოდის აქ. შემდეგ დაიწყო უკვე გამოხატვა კედლებზე. რაც შეეხება კედლებზე გამოხატვას, იცით ძალიან ძნელია, ხა ცხოვრობ სახლში, ამ სახლში რო შემოვედით, ეს კედლები იყო ცარიელი. აბსოლუტურად, აი რომელიმე 6 ოთახია, რომელიმე ოთახში ხო შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ან შპალიერი გაკრული, ან შეღებილი. ანუ ესეთ გაგაჭული დახვდა ეს ოთახი და არც არის მოწყობილი სახე, თქვენ ხედავთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე ბაღაში დაიბადა, ხო არც არის მოწყობილი. ერთადერთი რაც აქ ამ სახლს აქვს შველი წერტილი წესრიგში და სამზარეულო. ანუ ეს სახლი მზად იყო იმისთვის, რომ ესეთი ამბავი და მომختارიყო და რატომ არსებობს ბერი ასეთი ზაბულონი რომელიც ცხოვრობს ჯვრის მონასტერის ქვევით მოგვეხსენება წმინდა ნინოს წყალია იქ სასწაულ მოქმედი და მუხის იმიდან ფესვებიდან გამოდის ეს წყალი წმინდა ნინო მილოცა იქ 5 წელი და მამა ზაბულონი ქვია იმიტომ რომ წმინდა ნინოს მამას ერქვა მაგ სახელი და ის ადამიანი არის მამა გაბრიელის თან ერთად თითქმის მოდიოდნენ მთლიანად ერთად და მამა ზაბულონს ჰქონდა ხილვა რომ ამ სახლში ეს მოხდებოდა და აქედან ერთ დღეს ჩემი შვილის მეგობარი იყო მოსული მამა ზაბულონის სულიერი შვილი გახლავთ იქ ნინო და დინოს მიუტანა ეს ხატის ასლი აჩვენა და აჩვენა ეს რამოდენიმე გამოსახულება და თვითონ ძალა რომ მოვიდესო იქო ექიმი გოგონა რა ცხოვრობს და მინდაო გავესაუბრო ხარ აი ცოტა მამა ზაბულონმა მიბძანა ჩემი გოგონა პირდაპირ უთხრა რომ თქვენთან ესო იყო რა უნდა ყოფილიყო ბავშვმა კითხვა დაუსვა ხა ბავშვი არ არის 34 წლის არის რატომ მოინდომაო ჩვენ ოჯახშიო ესეთი რაღაცაო არსებობს ოჯახები ისეთი სადაც უფრო მეტი სიწმინდეა უფრო მეტი ლოცვა დაუშვათ ეკლესიაში სიარული და თქვენი ოჯახი იმიტომ აირჩია უფალმაო რომ თქვენ ამასო მოგრძალებითო ძალიანო ისე შეინახავდითო მართალიც არის მე ხარ რა მოგახსენოთ მე შარავანდედი არა მაგდა წმინდანი არა ვარ მაგრამ ეს ძალიან დიდი სიხარულია რა უნდა იდადროს ქრისტიანმა ადამიანმა მეტი მაგრამ ნახეთ შეხედეთ მე არცეთ ტელევიზიას არ მიმიცია ინტერვიუ არ გამიღია კარები არ ამიგდია პიარი რომ აი მოდით იცით რა არის ჩემთან ნახეთ რა მოხდა არა მე სადამდე ბოლომდე არ გავერკვიე რა მოხდა ამ სახლში რა ხდებოდა რასთან მქონდა საქმე ბოლო ჩვენც ადამიანები ვართ ოჯახი აქ დედა მე ჩემი შვილი აქ რო შპაკის რაღაცა ყოფილიყო პირველად მე გავიდოდი ამ სახლიდან და არ მოვემსახურებოდი ეშბაკს რა თქმა უნდა ნუ მოკლედ დავიწყე აქედან რომ ჯერ მხატვრობა მითხესო რას ლაპარაკობო ესო ძალიანაც უნდოდესო ვინმესო ვერ დახატავსო შემდეგ იერუსალიმში 5 ბერს ველაპარაკე ისეთსო საერთოდ ის ბერები არ გამოდიან კელიდან როგორც იცით დაყუდებულს და იმათმა ესო სასწაულიაო ესო სოფიოში არ მომხდარა ვიდება უფალსო ესო
უფლისება იყო და მოხდა თქვენ ოჯახში. შემდეგ უკვე ბატონი ერეკლეშონია, ეს ყველა მიცის, ერეკლე საერთოდ ამასთან მეგობარია ჩემი, ერეკლე რომ მოვიდა მითხრა რომ ამას ვერ გავარკვევ მითხრა. ამ დროს 30 მოძღვარია უკვე სახლში ამყოფი 30 ჯერ არის სახლი ნაკურთხი. და ბოლოს გადავწყვიტე ეს რომ მეცნიერები ჩამეყენებია საქმეში, იმიტომ რომ მოგეხსენება ჩვენი უფალი იესო ქრისტე სახით არავის არ უნახია თუ არა და მეცნიერება არ ჩაერეოდა და იმ სუდარას ისიც მიახლოებითი არის და ჩვენი მამა გაბრიელი როგორი ის დაწამეს რომ ეს იყო ლოთი იყო ის იყო აბატიოს უფალმა და დღესდღეობით ადამიანის სიმხელა ძალა აქვს მამა გაბრიელის მადლი ჩვენს ქვეყანას ედება მალამოდ და მოვიწვე მეცნიერები რომლებიც არ ყვევენ ამას ესენი გამოდგა ყველაფერი სიმბოლოები რომელიც არის ფშავში ხევსურეთში თუშეთში სვანეთში აქ იყვნენ ადამიანები მოსულები რომელმაც ერთმა ქალბატონმა ფშაველმა მაგალითად ესეთი რაღაცა თქვა მე ჩემ სოფელში მგონიაო თავიო და მითხვა რომ დაუსვი რატომ მეთქიცით ქალბატონო მარეხიო მითხრა მეო ტაძარში დავდივარო სადაცო ვაჟა ფშაველას მამა გახლავთ მგუდელი ამე და იმ ტაძარშიო სადაც მე დავდივარო ხო იქ არის ესეთი სიმბოლოები ზუსტად ანალოგიურიო რასაც ხედავ ისიც მაქვსო ტომარაო იმისო თუ იკადრებ ჩამოგიტართო ქვილის იმასე და სიმბოლოები არისო ასე რომ თუშელი იყო და მითხრა ბებიაო რო ქსოვდაო არის მოგეხსენებათ დაზგები იყო ხო საქსოვი რო ქსოვდაო ასეთ სიმბოლოებს აყოლებდაო სვარი იყო და საგვარეულო კოშკი გვაქვს და ასეთი სიმბოლოები არისო და თუ ესე იგი და თვითონ ამ ეს მეცნიერებიც ამბობენ აქ არის ძველი ბიბლია დაწერილი და აქ არის ახალი დაწერილი ყველაფერი ნახეთ აქ შეამჩნევთ კედელზე რომ წერია ამენ ესე იგი ამენ არის ამ ენით გესაუბრები და როგორც კი ვიცით მეორედ მოსვლა მოსულია მეორე ჟამი მოსულია არის ანტიქრისტე მომბრძანებული ეს არის მეძავისგან შობილი ხელოვნური განაყოფიერებით და უკვე არის დადგა დრო ჟამი საქართველოში რომ საქართველოს ეყოფა ისაც გადაიტანა და ეხლა ახალი ჟამი გვაქვს აღერ არის დახატული ხედავთ თქვენ აგერ თები და ზედით არის მერე საქართველოს გამცხი ეს არის და რისი თქვა მინდა ესე იგი ერთხელ იყო მოძღვარი რომელმაც თქვა რომ ეხლა მე ვახედან რომ წავალო მე საერთოდ არ მეშინია და ხმამაბავამო ყველაფერს იმიტომ რომ ადამიანმა ის უნდა გაიგოს ქართველმა ერმა ის უნდა ნახოს ისეთი მდგომარეობა ეხლა საქართველოში აი ძალიან მძიმე მდგომარეობა ხარ არ დავწულებადები მე მაგრამ მე მინდა რომ ჩემი შვილიშვილი თქვენმა შვილებმა და შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში რომელსაც ეწოდება გამწყდებული საქართველო ეჭვიც არ მეპარება ამაში და აქ არის ეს დაწერილი ჩვენი იესო ქრისტე მეორე ჟამს ომოვა ქართველი იყო და ქართულად დაიწყებს მეტყველებას ფილმიდან გახსოვთ თქვენ როდესაც გაკრულია იმიტომ არის წამის ებრაელებმა რომ ქართველი იყო და გაკრული როა ჯვარზე იქ უცხო სიტყვებს რო ამბობს ზუსტად ის ქართულად მეტყველებს მაშინ რო უკვირთ რა ენაზე საუბრობსო ჩვენი ღვთისმშობელიც არის ქართველი და ქართულად იმეტყველებს ჩვენი ღვთისმშობელიც და მადლობა უფალსო ჩვენი ქვეყანაც მხვედრია საქართველო და რა მინდა თქვა აი მამა უზომი გავამახვილო ბერი უფრო სწორედ ეხლა ვეუბნ სახსო რომ ვაკურთხებო ეს ნახატები აღარ იქნებაო და თქვენო გრიშებიათ შკურყა აიღოთო და გაშკურყოთო ესო იცით ჯერ გამიკვირდა ძალიან რომ ხა მამაო მართალია იცით ეხლა თვითონ იძახიან ვერ ხსნით ამასო მაგრამ მოდის მირონი
არის ჯვრებით სიმბოლოები ყველა და მეცნიერება ხსნის, ხო? ერთი წუთი დავფიქრდეთ, ესო მონასტერში ან ეკლესიაში მომხდარიყო, წარმოიდგინეთ რა ამბავი მოყვებოდა ამას. აუდაო ეს რატომაც არა, ხო? მე არ მეგონის იცი რატომ ქრისტიანი წამა ხალხმა და ჯვარზე ეცო ჩვენი ცოდვების გულისთვის და ეხლა ამას მე ვიცი რომ უფალი ჩემთან არის, მე ვიცი რომ ხალხი იმკურნება, მე ვიცი რომ 5000 ადამიანი იყო აქ და დღესდღეობით არავის არ უთქვია არაფერი სტობა არის იქო ან რაღაცა, ვიცი რომ იმკურნება ხალხი, ჩემი სურვილი არის ეს რომ აქ იყოს მოვიდეს ხალხი, მე მიტომაც გავახე კარები, აქ განიკურდოს ხალხი, აქ არ არის არანაირი შესაწირი, აქ არ მაქვს არანაირი ანგარიშის ნომერი გახსნილი, მე რაზე უნდა ვივაჭრო მირონზე, რომელიც ხალხს უყურნავს და უნდა ვივაჭრო გაბწარებული დედა რომ მოდის და ღვთისმშობელსო უჩოქავს აქ შვილი გადამეჯენო, ამიტომ არა. მოგზავნით რწმენით, მე დილიდან კარები ყიამან და შუაღამოს ყოფილა შუაღამოს მოსულა ადამიანი ერთი კვირის უკან შვილი მიკვდებაო, იმაზე აპარატზე მყავს შეერთებულიო და ვიციო რომ წავიდე პიროს გადარჩებაო და მეორე დილით მე რეკავსნიო და ჩემი შვილი აპარატიდან მოხსნესო. ეხლა ასეთ სიხარულო ადამიანი, თუმცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ძალიან ძნელი გასაცდელია, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში ამდენი ადამიანი ხო ყველას უნდა უპასუხო, ყველას რაღაცა, ყველას დარდი უნდა მოისმინო, სიხარულია თუ მწუხარება ის არისო ჩემ თვალწინაგერ ბავშვები ვერ ლაპარაკობენ, იმკურნებიან, მეტყველდებიან და აქ ადამიანები იმკურნებიან, ის არის რომ ძალიან მწუხარება და მე არ ვიხედები და სუხელები მაქვს დაჭმული მშობლები რომ მოდია ხალხო ჯანმრთელობის ფასი და უფლის მადლი არ არსებობსო, აქ რაც ხდება ხოლმე რომ შვილი გადამირჩინე და ცხარეცრებლით პირილი და არ ვიცი გაშვოროს უფალმა, ამიტომ ვიძახი ხმამაღლა. ვისაც გდებავთ, ვისაც გინდათ, მე არავის არაფერს არ ვაწავებ. წფელი გულით და რწმენით მობძარდით, მე მოგემსახურებით, კიდე ერთხელ ვიმეორებ, უსასყიდლო. ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ ოჯახისგან, რომელიც არის მაზიარებელი, მე მომივიდა ამბები და ხა არა მაინტერესებს და არა უყვები მე იმასო, იქ ვიღაცა ჩხაპრის ისეთი, ისო ყიდიანო, არაფერს მე არ ვყიდი. გეუბნებით ანგარიშის ნომერიც არა მაქვს. არც არავის არ დაუწყებთ კიცებას, აქ 5000 ადამიანია ამყოფი, შეგიძლიათ იმ ქალს კითხოთ, არსებობენ ის ადამიანები, რომელიც გამოჯამთელდნენ და არსად არ წასულან, ქალაქში არიან და მოგზავნით, მოხარული ვიქნები, იცხეთ ეს პიროდი, წააბრძანეთ სამკურნალოდ სულისა და ხორცისა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი სტუმრობით, მე საშუალება რომ მომეცით, რომ საერთოდ არ მინდა და იმიტომ რომ მე მირჩენია ხოლმე ყოველთვის რომ ვიღაცამ ვიღაცას უთხრას, რომ არა მე იცით მე რომ საუბრობ რაღაცა ჩემთვის ძალიან ვიცით რა არის რაღაცაერად კი არ მწუხდები და მგონია რომ რაღაცა ზედმეტად მომდის, ხმამაღლა ნათქვამი მომდის და მირჩენია ხოლმე ყოველთვის აი ახლობელმა ახლობელს უთხრას, რაღაცა თვითონ ვისაც აქვს მას გამოცდილი და დანახი და ამ მირონის მადლი ვინც მიიღო, აი იმ ადამიანებმა უფრო მირჩენია რომ ყოველთვის ამ თემაზე ისაუბრონ. გაიხარეთ, მადლობა დიდი უღმესი ყველაფერსათვის, სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი არის რაც მოსულები ვართ და აი თითოეული სიტყვა სიამოვნებ და აი სხვათა შორის ხო ხალხს რო ხვდები და ესა ვეუბნები ჩვენს გიორგიზა რომ თუ გესურვილი გაგიჩნდებათ, თქვენაც გეუბნებით კიდევ, შეგვიძლია რომ მივბრძანდეთ და გიორგისთან წმინდა ნაწილები მოვილოცოთ. ხო ხალხს ასე რო შევხვდები და იგი მირჩენია უფრო დაბალი უთხრა, ვეუბნები 200-მდე წმინდა ნაწილი ბრძანდება ბატონ გიორგისთან და გიორგი თვითონ დიახ და სხვათა შორის ახლაც საოცარი ჯვრები გადასცეს რომ იმ წმინდა ნაწილებს მიუმატოს და
ვეუბნები სულ ყველას 200-მდე და ახლა წეღან თქვა 285 წმინდა ნაწილი ბრძანდება ამის ოჯახში. აი ეს ჯვრები მე-6 საუკუნის არის და გადასცეს დღეს გიორგის საჩუქრად. ასე რომ მადლობა უფალს ყველაფრისათვის, გაიხარეთ, დალოცვილი და გახარებულები მენახეთ მუდამ. გაიხარეთ, მადლობა დიდი. აბა ახლა დროებით დაგემშვიდობებით, კარგი იქნება თუ კი გადააზიარებთ ჩემო მეგობრებო, ეს ყველა უნდა იცოდეთ, შეგეწიოთ ჯვრის ძალა და მადლი, უფლის მადლი და სულ დალოცვილი. მისამართი უთხრა. მისამართი კარგი იქნება თუ კი. მისამართი, ესე იგი ეს არის დაძალადევის რაიონი, ნოტკინი, ხა იბერტუბანი. ახალი ეს არის თამაროვების სახელობის გიმნაზია, შევარდნაძე გარდენის მიმდებარე ტერიტორია, ფილიას 6 ნომერი, მელიტონ ფილიას 6 ნომერი. საკუთარი სახლია, აწერია ზევიდა ის კარებზე 6 ნომერი, ტელეფონია 577 229 259. ვისაც გნებავთ, დაუკავშირდით და ისეთი ხალხი არიან და ისეთი ადამიანები არიან, სულ ყველას მთელი გული, მთელი სული, მთელი დიდი სიყვარულით კი პასუხებენ და აბა ღმერთმა დალოცულები და გახარებული გავუყებოთ მუდამ.